Ata. Ak კარები ღიადავწოს, ხო? ორივე მივაყუდო, ხო? კამერა ვეჩვენთი ამაზე, როგორ ჩავთო? მე გადავიღებ ხარ დაგიბლოს. ხო. ესეთი ბილიკებით არის აქ. ესე იგი ჩვენ ახლა ამოსულები ვართ, მე და აჩი. ამოსულები ვართ კაცხის სვეტზე, სადაც არის პატარა მონასტერი და სამლოცველო როგორც ხედავს. ესე იგი მისი ზედაპირი იქნება მაქსიმუმ 40-50 კვადრატული მეტრი. აქეთ როგორც ხედავთ არის სამლოცველო. ეს დისკოვერისთვის იღებ. ფულს მიხდიან ხოლმე მე. აქეთ კიდე ალბათ საცხოვრებელი სენაკი. ესე იგი ეს არის ყველაფერი გარშემორტყმული ესეთი აირებით. აირებით არის მოაჭირებით. აქ ესე იგი პატარა კი არა, შეიძლება ითქვას, რომ კარგად მოზრდილი ქვევრები ჩანს. მოზრდილი ქვევრები ჩანს. ესე იგი აქეთ მოვედით, აქეთაც არის. ო, რა მაგარია. ეს არის გარშემოარტყია მთლიანად ქვაბული და ქვაბულში არის ეს ჩვენი კაცხის მონასტერი. ეს პატარა აივანით ჩადის. ესე იგი მეორე კიბე წამოდის აქედან. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 45 მეტრია. და პირდაპირ შეეული რკინის კიბით ამოსასვლელი. არაჩვეულებრივი ხედი იშლება აქედან. ეგ ქვემოთ მდინარეც არის. გამარჯობა აჩი. ესე იგი როგორც გითხარით, ქვემოთაც არის საყდარი, საყდარი და საცხოვრებელი სენაკი და ამ შეეული კიბით ამოვედით. ესე იგი ამ კიბით და როლიკებით როგორც ჩანს, მოაქვს ხოლმე აქ საჭირო ლიფტები. იქიდან მოსასვლელი გზა, იქ პატარა წერტილი ჩვენი მანქანა. აი ხეები გადაიქცეთ. ეს არაჩვეულებრივი კანტაებია. ეს არის ცეცხლის ამოსაკაი. ამაზე თქვი თუ. ასეც